საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ისანი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის თურვაში შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ერთმანეთს 17 სკოლის 34 მოსწავლე დაუპირისპირდა. ტურნირი სპორტ კომპლექს ოლიმპიკში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები, ხოლო ყველა მონაწილეს საპატიო სიგელებიც გადაეცემათ. ანტინარკოტიკულ კამპანიას საქართველოს პროკურატურა 2012 წლის თებერვლიდან აწარმოებს. მასში თბილისის მერია, განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ჩაერთნენ. სახელმწიფო უწყებების გარდა ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად არასამთავრობოებიც და საზოგადოების წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. ისანი სამგორის რაიონული პროკურატურის ინიციატივით საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მოეწყო შეჯიბრი თავისუფალ თურვაში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით ჯილდოვდებიან. ეს ღონისძიება ტარდება პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლიდან და მასში საზოგადოების და განსაკუთრებით არასრულწლოვანების მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 99 სკოლის წარმომადგენელი ვარ. უკვე გავჩვიდე და იმედი მაქვს, რომ მოვიდეთ და შემდეგში ყოველთვის სკოლაში გამოვარდნით. ძალიან პოზიტიური არის ეს მომენტი, რომ ამდენი ახალგაზრდა არის ჩართული ამ პროგრამაში. ანტინარკოტიკული პროგრამა, ზოგადად ეს პრობლემა ძალიან მძაფრად ჩვენ ქვეყანაში და კარგია საერთოდ მივესალმებით ეგეთ ინიციატივას პროკურატურის, რომ ატარებს ეგეთ შეჯიბრს.